სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. Შემდეგი კითხვა, მე მგონი ჩვენ ადრეც მოვისმინეთ, მაგრამ არ გვაწყენს გამეორება, ლაპარაკია ენებისა და ერების წარმოშობაზე. და მე წავიკითხავ იმ ბიბლიურ ადგილებს, ვისაც ეს არ აქვს მოსმენილი და არ აქვს საკითხული. სალამი კითხვის დამსმელი იწყებს. სალამი ბატონო ჯონ, ჩვენ ყველანი ვიცით რომ ადამიდან მოვდივართ და ყველანი ადამის შთამომავლები ვართ. და მაინც სოფლიოში არის მრავალი განსხვავებული რასა და ერი. ჩემი კითხვა ეხება სხვადასხვა რასის წარმოშობას, ასევე ენასაც. მე ვფიქრობ რომ ენა, რომელიც ბაბილონის კოშკში იყო და ღმერთმა დაყო სხვადასხვა ენებზე, იყო ერთი ენა. ამ ერთ ენაზე ლაპარაკობდა იმ დრომდე სამყარო, კაცობრიობა. და ჯონ მაკარტური ამბობს, დიახ, მთელი დედამიწა ერთი ენა იყო, ნათქვამია დაბადების მე-11 თავში, რომელსაც ჩვენ წავიკითხავთ. დიახ, და თუ ენა დაიყო, ესე დაიყო რასებიც, რასების შემთხვევაშიც ესე მოხდა? დიახ, მე ვფიქრობ ძირითადად, როგორც კი ისინი მიმოიფანტნენ მთელ დედამიწაზე, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ეთნიკურმა ჯგუფებმა დაიწყეს განვითარება. მაგრამ თქვენ ჯერ კიდევ უნდა დაუბრუნდეთ მანამდე დაბადების მე-9 თავს, სადაც უფალმა ნოეს სამი შვილი, სემი, ქამი, იაფეთი და ჩვენ ვიცით ეს ადგილი თუ რა განაჩენი გამოუტანა იმ ცოდვისა გამო, რაც გააკეთა ქამმა. მე წავიკითხავ მე-9 თავის მე-18 მოხვლიდან. ესენი იყვნენ ნოეს ზენი, რომლებიც კიდობნიდან გამოვიდნენ, სემი, ქამი და იაფეთი. და იყო ქამი, ქანაანის მამამთავარი. სამნი იყვნენ ნოეს ძეები და მათგან იქნა დასახლებული მთელი დედამიწა. დაიწყო ნოემ მიწის დამუშავება, ეს ხდება, ესე იგი, კიდობნიდან როცა გამოვიდნენ. წარმოიდგინეთ რა მდგომარეობა, არაფერი არ არის დედამიწაზე, არავინ არ სახლობს. და ნოეც ამდენი ხნის განმავლობაში იყო კიდობანში. დაიწყო დამუშავება, გააშენა ვენახი. დალია ღვინო, დათვრა და გაშიშვლა თავის კარავში. დაინახა ქამმა, ქანაანის მამამთავარმა, მამამისი შიშიშვლე და შეატყობინა თავის ორ ძმას, რომლებიც კარვის გარეთ იყვნენ. აიღეს სემა და იაფეთმა მამის სამოსელი და დაიდეს მხრებზე და წავიდნენ პირ უკუ და დაფარეს თავიანთი მამის შიშიშვლე, რადგან პირი უკან ჰქონდათ მიმართული, არ დაუნახავთ თავიანთი მამის შიშიშვლე. გამოფხიზდა ნოე ღვინისაგან და შეიტყო, როგორ მოექცა მას უმცროსი ძე. თქვა, წყეული მციყოს ქანაანი, თავისი ძმების სახურთა სახური იყოს და თქვა, კურთხეულია უფალი სემის ღმერთი, მის მსახურად იყოს ქანაანი. განავრცოს ღმერთმა იაფეთი და სემის კარვებში დაემკვიდროს, მის მსახურად იყოს ქანაანი. იცოცხლა ნოემ წარღვნის შემდეგ 350 წელი და იყო ნოეს დღეები სულ 950 წელი და გარდაიცვალა. ჩემი აზრით ალბათ სემი იყო ინიციატორი, რომელმაც იაფეთს უთხრა პირველი ინიციატივა. როგორც ქამა გამოიჩინა, იქ სემა გამოიჩინა პირველი ინიციატივა და ეს მის ყურამდე მივიდნენ ალბათ რომ მოუყვეს, ხო? და იაფეთი ამას დაეთანხმა და ნახეთ ესეთი საქციელი და სემი როგორი დალოცვილია და ჯონ მაკარტური აგრძელებს. ასე რომ ქანაანი სახური უნდა გამხდარიყო, სახური ხალხი იქნებოდა, სახური ერი. სემი იქნებოდა კურთხეული ერი, სემიტური ხალხი იქნებოდა, საიდანაც უკვე გამოვიდოდნენ არაბები და ებრაელები. და იაფეთი იქნებოდა კოლონიზატორი ხალხი, რომელიც გაფართოვდებოდა და ძირითადად ევროპისკენ წავიდოდა. ასე რომ აქ ნოეს შვილებისგანაც კი ღმერთი იწყებს რასების გამოყოფას. ახლა იმის შესახებ თუ როგორ მიიღეს მათ ფიზიკურად განსხვავებული მახასიათებლები, ეს შეიძლება უფალმა დაიწყო და უფალმა გააკეთა ისე რომ ბაბილონის კოშკიდან მან ხელი შეუწყო ამ ადამიანების გაფანტვას, იმის გამო რომ ისინი მიმოფანტული იყვნენ სხვადასხვა გეოგრაფიულ ადგილას, გარკვეული ადაპტაცია წავიდა ამ რასების. ამიტომაც არიან შავკანიანები ადაპტირებული აფრიკის ესეთ პირობებთან, ხოლო სკანდინავიელები კი ჩრდილოეთში და განსხვავდებიან ისინი ერთმანეთსაგან. ისინი ძალიან მკვეთრად თეთრკანიანები არიან. ასე რომ უფალმა რასების განვითარების პროცესში დაუშვა მათი მორგება და ადაპტაცია ამ კონკრეტულ გეოგრაფიულ გარემოსთან მიმართებაში. გულწრფელად რომ ვთქვათ, ზოგიერთ მათგანზე პასუხი არც არსებობს.
ჩვენ არ ვიცით. გარდა იმისა, რომ ღმერთმა ეს თავისი სუვერენული შეხედულებისა მიმართ ასე შექმნა. მაგრამ თქვენ თუ დაუბრუნდებით დაბადების მეცხრე თავს, სადაც ღმერთი ახარისხებს ამ სამ ვაჟს და აშორებს მათ, შემდეგ უკვე გადავდივართ ჩვენ დაბადების მეათეზე და დაბადების მე-11-ზე, მაგრამ აქ უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს მოვლენები, რაც დაბადების მე-11 თავში წავიკითხავთ, წინ უსწრებს მეათე თავში აღწერილ გენეალოგიას, სადაც ის ფანტავს მთელ მსოფლიოში და ისინი იწყებენ თავიანთი ენით უნიკალურ ეთნიკურ ჯგუფების ჩამოყალიბებას, იდენტიფიცირებას, ავითარებენ საკუთარ მახასიათებლებს. გასაგებია ხომ? აი მე წაგიკითხავთ მეათე თავის ბოლოს ესენი არიან სემიზენი თავიანთი გვარების ენების მიხედვით, თავიანთი მიწებზე და ერებში, ეს არის ნოეს ზეთა შთამომავლობა თავთავიანს ხალხებში თავისი გვარების მიხედვით. წარღვნის შემდეგ მათგან განშტოვდნენ ერები მთელ დედამიწაზე. მაგრამ მე-11 თავი ამ მოვლენებს ყველაფერს უსწრებს და აქ არის ესეთი რამე მოთხრობილი. ერთი ბაგე და ერთი ენა ქონდა მთელ ქვეყანას. აღმოსავლეთიდან რომ დაიძრენ, შინყარის ქვეყანაში პოვეს ველი და იქ დამკვიდრდნენ. უთხრეს ერთმანეთს: მოდით გავაკეთოთ აგური და გამოვწვათ ცეცხლში და ქონდათ ქვის ნაცვლად აგური, ხოლო კირის ნაცვლად ფისი. თქვენს ავიშენოთ ქალაქი და გოდოლი, რომლის თხემით სას მიწვდება და ასე შევქმნით სახელს. შევიქმნით სახელს, თორემ გავიფანტებით დედამიწის ზურგზე. და ჩამოვიდა უფალი ზეციდან, რათა ენახა ქალაქი და გოდოლი, რომელსაც აშენდნენ კაცთა ძენი. თქვა უფალმა: აჰა, ერთი ხალხია ეს და ყველას ერთი ენა აქვს. აი, რისი კეთება წამოიწყეს. ამიერიდან აღარაფერი იქნება მათთვის მიუღწეველი, რასაც განიძრახავენ. დაბლა ჩავიდეთ და აურიოთ ენა, რომ ვეღარაფერი გააგებინონ ერთმანეთს და გაფანტა უფალმა ისინი იქიდან დედამიწის მთელ ზედაპირზე და მათაც შეწყვიტეს ქალაქის შენება. ამიტომ დაერქვა ბაბილონი, რადგან იქ აღრია უფალმა მთელი დედამიწის ენა და იქიდან გაფანტა ისინი უფალმა დედამიწის მთელ ზედაპირს. აი ეს იყო ის ნაწილი, რაც მინდოდა რომ შემევსო, იმიტომ რომ მოკლე კითხვა იყო და მოკლე პასუხი და თქვენთვის უფრო გასაგები ყოფილიყო. გადავდივართ ახლა შემდეგ კითხვას.